თბილისის ისტორიის მუზეუმის მხატვარ როლან დუმბაძის რეტროსპექტულ გამოფენას მასპინძლობს. ხელოვანმა საზოგადოებას წლების მანძილზე ფერწერულ სტილში შექმნილი ნამუშევრები წარმოუდგინა. გამოფენას დაგვიანებული შეხვედრა უწყვეტა. ამ დღესთვის რამდენიმე წელი ემზადებოდა. 2008 წელს ჩამოვედი მე თბილისში და იმის მერე ახლა დღეს მოახერხეთ გამოფენის მოწყობა და ამ გამოფენისთვის მე განსაკუთრებულად ემზადებოდი. განსაკუთრებით რომ მინდოდა რომ მაინც ჩემს სამშობლოში და ჩემს საქართველოში უფრო მეტად გამიცნო და იცოდე ჩემს შესახებ. ძირითადად თავისუფალი თემაზე აქვს სიყვარულიც არის, აქ ნატურმორდებიც არის. ალბათ ძირითადად სიყვარულია. მე არის კიდევ პორტრეტები. შვილების პორტრეტებს ვთქვათ. ისე რომ ყველაფერს რაც არის ფოტოშოპის ერთი რამეა, რომ სხვადასხვა დროის მიმდინარეობა და ჟანრიც არის ამ გამოფენაზე. Păscăblova, იმიტომ მე ცალობით ეკლესიაში ხშირად დავდივარ და აღსარებელი ვარ ყველაფერი და ჩემთვის ძირითადად ეს თავიდან ეს იყო ჩადებული როგორმე მართალია ცოტა დაგვიანებით, მაგრამ მაინც იმას ვქენი, იმიტომ რომ არ მინდოდა ისე იოლად მოვკიდებოდი ამ საქმეს. დაგვიანებული შეხვედრა ქვია მათონ როლან დუმბაძის გამოფენას. ეს შეხვედრა მართლაც დაგვიანებული, იმიტომ რომ ის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ცხოვრობდა საქართველოში, 2008-ში ჩამოვიდა და მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ესეთი დიდი გამოფენა და პერსონალური, სადაც ძალიან ბევრი მისი სხვადასხვა ჟანრში წარმოდგენილი სურათი ნაწარმოებია, მხატვრული წარმოდგენილი პირველი არის 2008 წლის მერე. მე მას უსურვებ ძალიან დიდ წარმატებას, დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებელს მოსწონს, იმიტომ რომ მოდის ხალხი და უსურვებდი კიდევ ბევრი გაეკეთებინოს გამოფენა და სულ წარმატებული ყოფილიყო. მეზობელი ყავდა მხატვარი ერთი პოლონელი მხატვარი ცხოვრობდა და დღე და ხალხასთან დავჭდებოდი და უყურებდი როგორ ხატავდა ყველაფერი და ამან გამიტაცა იმდენად მინისიდა რომ შეჩაჩდა უკვე რომ მეც უნდა გამოვსულიყავ მხატვარი და დღე და ხალხს დილი და საღამოდე მუშაობდი. თქვენ თვითონ რომ გადახედოთ მიხვდებით რომ ესეთი ნამუშევრებია რომ განსხვავებული სხვებისგან და უნდა იყოს კიდევაც განსხვავებული, იმიტომ რომ ხატვარი ისეა რომ თავისი განსხვავება იყოს, თავისი მანერა ქონდეს, თავისი ხელწერა ქონდეს და თავისი ტექნიკა და ყველაფერი. მე რაც შევწერი გადმოვეცე ჩემ ნამუშევრებს. მე მიყვარს ესეთი ცოცხალი ფერები, წითელი მიყვარს ძალიან, წითელი ფერები. ძალიან ბევრი ჭარბობს კიდევაც ნამუშევრებში ესეთი ძალიან ეს ჩემი ცხოვრება, ჩემი სულიერი ცხოვრება. მე ამის გარეშე ალბათ ვერ ვიარსებობდი. თუ წარმოგიდგენიათ მე ბავშვობიდან უკვე ეს არის ჩემი პროფესია და ამის გარეშე ამის ალბათ არა უპარკდებოდი. მე ყოველთვის ძიებაში ვარ, ყოველთვის დაწყებული ბავშვობიდან დღევანდელ დღესაც კი სულ ვეძებ რომ რაღაცა უფრო რაღაცა კიდე უკეთესი, უფრო რაღაცა ახალი შევქმნა, ახალ ძიებაში ვარ. ისე რომ მეტაპით შეიძლება განსაზღვრულია განსაზღვრა, იმიტომ რომ ყველა ნამუშევარში სხვადასხვა ეტაპებია, სხვადასხვა ის არის გამოცემული და
მე ვფიქრობ, რომ ვერ ვიტყვით, რომ დღეს აი ახლა უმაღლეს სებაზე ვარ, ანუ საშუალოზე ამასე შემდეგ. მე მგონი აი კიდევ ძიების პროცესი. როლან დუმბაძე საქართველოში თითქმის არ იცნობდა. მან წლების წინ გადაწყვეტილება მიიღო ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეცხოვა. მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში მოუწია თავისი ნამუშევრების გამოფენა, თუმცა დღეს იგი საქართველოშია და შემოქმედებით ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში განაგრძობს. გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში 3 თებერვლამდე დარჩება.